ჯამში არის 9 დაკავებული, ბოლო დაკავებული შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამთენიას გაავრცელა ოფიციალური განცხადება. 9 დაკავებულიდან ნაწილი არის მოთავსებული სახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ნაწილი დიღმის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ზაჰეში მოათავსეს გვიან ღამით ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და მათ შორის კრეატიული დირექტორი ქალბატონი ადარახველიძე, ერთ-ერთი დაკავებულთა შორის არის ერთ-ერთი ქალი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წუხელ გვიან დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. არც ერთმა დააკავებულმა, რომლებიც მოინახულეს უფლებადამცველებმა გვიან ღამით, არ იცის დააკავების შესახებ ინფორმაცია. მათთვის სამართალდამცველებს არ განუმარტავთ, რა საქმის ფარგლებში აკავებდნენ, ადებდნენ ხელბორკილს, როგორც დააკავებულთა ნაწილის, ადვოკატების ნაწილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, დღეს გაირკვევა, დადგინდება ზუსტი მუხლი, რას ედავებიან დააკავებულებს, თუმცა კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, თავად დაკავებულებს აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა მათი დაკავება უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის ღამეს, თუმცა სამართალდამცველებს არც ერთი მათგანისთვის კონკრეტულად არ განუმარტავს, რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ და რას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით არსებობს ვიდეო კადრები დაკავებულთა წინააღმდეგ, რომელიც ასახავს 4 ოქტომბრის ღამეს ათონელის ქუჩას და სწორედ ამ ვიდეო კადრების დაშიფვრის შედეგად დაადეს ხელბორკილები დაკავებულებს, მოხდა მათი იდენტიფიცირება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი ჩადიოდა გარკვეულ დანაშაულებს, მათ შორის სამართალდამცველების წინააღმდეგ. დღის მეორე ნახევრიდან შევლენ იზოლატორში დაკავებულთა ადვოკატები და უფრო მეტ ინფორმაციას მათ შესახებ გამოიტანენ იზოლატორებიდან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, ადვოკატებს გვიან ღამემდე რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდათ იმის გარკვევა, ვინსა ყავდათ მოთავსებული და საუბარი აქ დაკავებულებზე. ამის შესახებ ინფორმაცია არის იზოლატორები და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევდა ადვოკატებს. ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი მოვინახულით გუშინ 3 საათზე ადვოკატებმა. გიორგი თავს კარგად გრძნობს. გუშინ ნახავდით იმ ვიდეო კადრებს, რა მასშტაბის საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა მის საცხოვრებელ სახლთან. დაკავების საფუძვლები ბატონმა გიორგიმ არ იცის, თუმცა იმ კითხვებიდან გამომდინარე, იმ კითხვების შინაარსიდან გამომდინარე, რაც მას დაუსვეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში უკავშირდება ათონელზე მომხდარ შემთხვევას, მას ბრალი წარდგენილი არ აქვს ამ ეტაპზე. ადვოკატებს შეგვიზღუდეს უფლება, რომ გვენახა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და ესარგებლა საადვოკატო მომსახურებით და ყველა ეტაპზე ცდილობდნენ, რომ ის დაემალათ ჩვენთვის. წუხელ მოინახულეთ ხო თქვენ, როგორია მდგომარეობა? არ მინახავს, მე მხოლოდ წუხელ გვიან ჩავერთე ამ ნომერში, გადაწყვეტა ჩემი ჩართვა მის დაცვაში, ჯერ არ მომინახულებია პატიმარი, არც იცი ჯერ არ შეედება ბრალი. სადა იყვანეს ეგაც არ იცით? გადაყვანილია დაგეში სად მოხდა მისი აყვანა, ამას გულისხმობ, ანუ სად არაფერი არ ვიცი, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. დაკავებულთა შორის არის სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჩხვირკვია, მისი დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლთან და დაკავებას ყავს ერთადერთი თვითმხილველი ხანდაზმული დედა, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე. ის როგორც დედა, მისი მეგობრები ჩვენთან საუბარში ყვებიან, პრაქტიკულად გაიტაცეს მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან, არ განუმარტავთ მისთვის არაფერი, არ შედგენილა მისი დაკავების ოქმი ადგილზე, ის წაიყვანეს მიმართულებით და ამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ მას მეგობრები. დედა გაირკვა საბოლოოდ შუაღამისას, რომ ის იყო მოთავსებული ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჯერჯერობით მასთან ადვოკატი არ შესულა და დიდი ალბათობით დღის მეორე ნახევარში მოინახულებს უფლებადამცველი და უფრო მეტ ინფორმაციას მის შესახებ, მისი მდგომარეობის შესახებ გამოიტანს იზოლატორიდან. ახლა ყავთ დროებითი მოთავსების იზოლატორში, მას ბრალი ჯერ არ წარდგენია. ერთად არ ვიცი მის წინამდე რა კადრები არსებობს. მისი აყვანა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, ხოლო რაც შეეხება რას ედავებიან, ძალიან რთული არის ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მე მისი მშობლისაგან ვიცი, რომ ის იმყოფებოდა მხოლოდ ათონელის ქუჩაზე და არა რაიმეში იგებდა მონაწილეობას. თუმცა რუსული რეჟიმი მასიურ რეპრესიებზეა გასული, იჭერენ და ბორკილს ადებენ ყველას, ვინც კი აქციაზე იმყოფებოდა.
სასახლის ღობის საქმეზე ჯამში სულ 45 პირია დაკავებული, მათ შორის 4 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით არის მიმალვაში. დღის ბოლომდე ყველა დაკავებულს მოინახულებენ ადვოკატები, როგორც ძაღისის, ასევე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. დიდი ალბათობით დღეს მათთვის ბრალის წარდგენა არ მოხდება, თუმცა დაზუსტება კონკრეტულად რას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 დაკავებულს.